დღეს გიყვებით იმპერატრიცა სისიზე. ის განთქმული იყო თავისი მშვენიერებით. 32 წელი შეუსრულდა თუ არა უარი თქვა პორტრეტებზე და ფოტოების გადაღებაზე, რადგან მას სურდა, რომ ჩვენს მეხსიერებაში ის დარჩენილიყო ულამაზესი მშვენიერი ახალგაზრდა. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, შეპყრობილი იყო სილამაზის მეთოდები და სილამაზის შენარჩუნებით, რადგან ამაზე ჰქონდა რეალურად გავლენა მხოლოდ და კონტროლი. არც თავის ცხოვრებაზე ჰქონდა კონტროლი, არც თავის შვილების ცხოვრებაზე ჰქონდა კონტროლი. 16 წლის იყო, როდესაც ბავარიიდან ჩამოიყვანეს. ის არ უნდა ყოფილიყო იმპერატრიცა, იმპერატრიცა უნდა ყოფილიყო მისი და ჰელენი, მაგრამ 23 წლის იმპერატორს ფრანც მოეწონა მაინც სისი და მე უარის თქმის საშუალებაც არ იყო. 23 წლის ფრანცმა მოიყვანა ცოლად 16 წლის სისი, რომელიც იყო ძალიან თავისუფალი, რადგან ასე იზრდებოდა. ის არიზდებოდა როგორც იმპერატრიცა, არიზდებოდა კანონებით წესებით. და ახლა მოუწია ამ კანონებში და წესებში ჩაჯდომა, რაც კარგად მაინც არ გამოსდიოდა, ის ჩავარდა დეპრესიაში და დეპრესიაში რო ჩავარდა, ამის შემდეგ ერთადერთი ისი გაკეთებაც შეძლო და რასზე კონტროლიც მას ჰქონდა, იყო საკუთარი გარეგნობა და საკუთარი თავი. ამ დროს დაიწყო სილამაზის და თავის მოვლის ახალი, მანამდე უცნობი მეთოდების მოძიება. იცით თუ არა, რომ დედოფლები და იმპერატრიცები მაინც ჰიგიენას არ იცავდნენ. პირიქით, ზოგიერთი ტრავახობდა კიდევაც, რომ ცხოვრებაში ორჯერ ვიბანავე მხოლოდ. მაგრამ იმპერატრიცა სისი ასე არ იქცეოდა. ის იყო პირველი იმპერატრიცა, რომელმაც სასახლეში ჩააშენებინა სააბაზანო. ყოველდღიურად იღებდა ცივშხაბს, ასევე მცენარეული ზეთის აბაზანებს იღებდა, მასაჟებს იკეთებდა. დიდი რაოდენობით მარწყვის გარემი, დაობებული ლიმონი, მაგრამ ყველაზე საოცარი, თუ ამას შეიძლება საოცარი ეწოდოს, ხბოს ნაჭრების დალაგება იყო სახეზე ძილის წინ და ასე დაძინება. მე-19 საუკუნეში ასე ებრძოდნენ ნაოჭებს. კარგი ხო, რომ 21 საუკუნეში ვცხოვრობთ და სახეზე ხბოს ხორცს არ ვიდებთ. ავსტრია-უნგრეთის ულამაზესი იმპერატრიცა დიდ დროს უთმობდა არა მხოლოდ თავისი ფაფუკი კანის მოვლას, არამედ თავისი მშვენიერი, უგრძელესი თმის მოვლასაც. ჩემი მოკლეა, მაგრამ იმის თმა იყო გრძელი, ულამაზესი და უფაფუკესი. მუხლებამდე ნაცნობებს, რომ ბრწყინვალება არ დაეკარგათ, ამისათვის იხარჯებოდა ასეულობით ლიტრი კონიაკი, ასეულობით ლიმონი, ასეულობით კვერცხი, მათი ნარევით. ესე ამუშავებდნენ თმას. 3 საათი უნდებოდა მისი დალაქი, მისი თმის დავარცხნას. 3 საათი იმპერატრიცას შემდეგ, ყოველი დავარცხნის შემდეგ ეკითხებოდა, რამდენი ღერი თმა დამცვიდაო. და მე ძალიან იწყენდა თურმე და ამიტომ დალაქი უმალავდა და ზოგჯერ უქნებოდა არც ერთიო. მარტო ლამაზი კი არ იყო, ძალიან ჭკვიანი იყო, ამიტომ თავისი ლამაზეს პოლიტიკური მიზნებისთვისაც იყენებდა და ამაზე მე მოგიყვებით. თვითონ თღზავდა თურმე ლეგენდებს თავის ლამაზეზე და ამ ლეგენდებს ავრცელებდა. ამ ლეგენდებს ძალიან დიდი ზეგავლენა ჰქონდათ არა მარტო ქალებზე, არამედ ჰქონდა მამაკაცებზე და მოკლედ პოლიტიკური მიზნებისთვისაც იყენებდა, როგორც გითხარით. ის იმ შეძლო დროის გაჩერება. ის ძალიან ლამაზი იყო 60 წლის ასაკშიც, მწვრილესი წელი ჰქონდა, იმიტომ რომ ის ასევე ვარჯიშობდა და ასე რომ ვთქვათ, ეგრეთ წოდებული სპორტ დარბაზიც კი ჰქონდა სასახლეში აბაზანასთან ერთად. მოუარეთ თავს. სისიძე უფრო საინტერესო ამბებს აუცილებლად მოგიყვებით.